29 ივნისს მსოფლიოს საკლუბო პირველობის მერვედ ფინალურ მატჩში ქართული ფეხბურთის სავიზიტო ბარათი ხვიჩა კვარაცხელია და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი პარი სენ-ჟერმენი. პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთენ ლიონელ ანდრეს მესის ინტერ მაიამს დაუპირისპირდება. ეს მოვლენა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია. ბავშვთა ფეხბურთში ჩართული მოზარდებისთვის, რომლებიც თავიანთ კუმირს ხვიჩა კვარაცხელიას უდიადესი ლეო მესის წინააღმდეგ მეტოქეობისას იხილავენ. ნებისმიერ გუნდთან თამაში мотивაციის გარეშე არ არსებობს, მაგრამ როცა იცი რომ ამ გუნდში თვით ლიონელ მესი ლეგენდა, რომელიც მიუხედავად თავის ასაკისა 38 წლისა შესანიშნავ ფორმაშია და გოლებსაც იტანს. ეს კიდევ დამატებითი სტიმულია იმისთვის, როგორც თვითონ ხვიჩა კვარაცხელიისთვის, ისე მთლიან ბავშვებისთვის, მომავალი ფეხბურთელებისთვის მათი ყურება და მათგან სწავლება, თუ როგორ უნდა მიაღწიოს შრომით აი ასეთ შედეგს და რაც შეეხება მათს, ველოდები რომ ძალიან კარგი და სანახაობრივი მატჩი იქნება. მაიამის ინტერი ძალიან კარგი გუნდია. მათ თვით პორტუგალიის სპორტო დაამარცხეს და ჯგუფში ჩატოვეს. აქ ლიონელ მესის გარდა კიდევ ლუის სუარესი თამაშობს, ისიც ძალიან კარგ ფორმაშია. გარდა ამის აქ არიან კიდე ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ადრე უთამაშიათ არაერთ კარგ ევროპულ გუნდში და საკმაოდ კარგი ძლიერი გუნდია. სტიმულის მომცემია, რომ კვარაცხელია ამხელა შრომაკაცია და დიდ გუნდშია და ის არის და რაც უფრო მეტი მას შეხვდება რა, უფრო ახალგაზრდები დაინტერესდება რა. დიდი სტიმულის მომცემია, რომ ახალი თაობისთვის ესეთი ჩვენი ქართველი ვარსკვლავის, მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად გათანაბრდება.